ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორბელიანის მოედანზე, სადაც ხალხი მოდის და დღის მიწურულსაც კი მათი ნაკადი შეიძლება ითქვას, რომ არ წყდება. თქვენ კადრში ხედავთ, რომ არის საქართველოს დროშის ფერებში ზემოთ სხვადასხვა სახის განათებები, ასევე თქვენ ხედავთ იმას, რომ ჩემს უკან ხალხის ნაკადი მართლაც არ წყდება და ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ სწორედ დამოუკიდებლობის დღეზე. ჩვენ ძალიან ბევრი შევამჩნიეთ აქ ახალგაზრდები, ასევე შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად მოსული ხალხი, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აი ამ სახით ორბელიანის მოედანზე მოსვლით ისინი ერთად აღნიშნავენ ამ დღეს. ასევე აქ შევამჩნიეთ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ეს იყო კულტურული შემეცნებითი გასართობი, მათ შორის იყო ბავშვთა გასართობი ადგილები, სადაც მშობლებს ბავშვები მოყავდათ, იყო პატარა თეატრის მაგვარი წარმოდგენები და საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა ორბელიანების მოედანზე, სადაც როგორც გითხარით, ხალხის ნაკადი არ წყდება. აქ ადამიანები მოდიან და ამბობენ, რომ ყოველ წელს აი ასე აღნიშნვა დღევანდელი დღის მათ ძალიან უხარიათ და რომ მათთვის ეს დღე არის მნიშვნელოვანი, ასევე გეტყვით იმასაც, რომ აქ თითოეული ადამიანისთვის არის გათვლილი აი ეს აქტივობები, რაც აქ იმართება და გეტყვით იმასაც, რომ აი ორბელიანების მოედანზე უკვე ბოლოში არის კვების სივრცეც, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და მიირთვას ის, რაც მას სურს. გეტყვით იმას, რომ აქ კვლავ მოდიან ადამიანები თავის შვილებთან, თავის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად და ამბობენ, რომ უხარიათ, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ერთად აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი მეობა, ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ყველაფერი რაც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა და რის საფუძველზეც მოვედით ჩვენ დღემდე. ძალიან გახარებულები ვართ და იგრძნობა ეს სიხარული თითოეულ ამ ადამიანში, ვინც აქ დღეს არის, ერთმანეთი გვიყვარს, ერთმანეთს სიყვარულს უზიარებთ და ჩემს პატარასთან ერთად ვარ მოსული დღეს, რომელიც ასევე ასიგრძე განებს ამ დღის მნიშვნელობას, რაც ძალიან მახარებს. მნიშვნელოვანი თარიღია ისტორიაში, გამოსულები ვართ, რომ ნახოთ წელს როგორ აღინიშნება, რა თქმა უნდა აქციების და ვთქვათ შეკრებების ფონზე არის. მაგი მოხდია დღეს აქციებს და ვთქვათ 26 მაისის ფონზე ჩვენი აზრით მშვენიერი დღე არის. მე უფრო ძველი თაობა ვარ და ჩემთვის უფრო აღსანიშნავია ეს თარიღი და ძალიან მომწონს, რომ ამდენი ახალგაზრდა რაღაცნაირად იმედი არ აქვს დაკარგული, მაინც ბრძოლობენ და ყველაფერი კარგად იქნება მგონი. რას ნიშნავს? თავისუფლების აღნიშვნას ნიშნავს, ყველაფერს კარგს ნიშნავს. შენთვის რას ნიშნავს, მე ვთქვი? ჩემთვის ყველაფერი კარგს. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ორბელიანის მოედანზე კვლავ გრძელდება. თქვენ ხედავთ, რომ აქ ხალხი მოდის და ისინი ერთად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს. გეტყვით, რომ 12 საათისთვის გაიხსნა დაახლოებით აი აქ ის სივრცეების კულტურული შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობები, მას შემდეგ რაც ახალწეულებმა დადეს ფიცი სწორედ თავისუფლების მოედანზე და შემდგომ უკვე აქ გადმოინაცვლეს მოქალაქეებმა და ისინი ერთად აღნიშნავენ დღევანდელ დღეს. შეიძლება ითქვას, რომ დღის მიწურულია და ეს აქტივობებიც საბოლოო ეტაპისკენ მიდის, თუმცა ხალხი კვლავ ეირნობს და სასიამოვნოდ ატარებს სწორედ აი ამ დღეს, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.